თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სოციალური სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან გაიმართა შეხვედრა. ორგანიზატორებმა დამსწრეს საზოგადოებას პროექტის საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკაში ჩასართავად მთავარი მიზანი გააცნეს და მოუწოდეს მათ აქტიურად ჩაერთონ სოციალური სერვისების შესახებ დაწყებულ დიალოგში. პროექტის ფარგლებში შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და იგი ჩვენი ქვეყნის პარალელურად მეზობელ უკრაინაშიც ხორციელდება. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ჩვენ ხვდებით საინფორმაციო შეხვედრა გვაქვს დღეს უკვე თელავში, ეს რიგით მე-6 საინფორმაციო შეხვედრა, ჩვენ ადგილებზე ხვდებით სოციალური სერვისების მიმზადებელ ორგანიზაციებს, ვაცნობთ მათ პროექტს, სამომავლო საქმიანობებს, პროექტის მიზანს და მოვუწოდებთ და ასე ვთქვათ ყველანაირად ხელს უწყობთ, რომ ჩაერთონ პროექტის მიმდინარეობაში. პროექტი მიმდინარეობს ორ ქვეყანაში, საქართველოსა და უკრაინაში პარალელურად. პროექტს ახორციელებს საქართველოს Arbeiter Samariter ბუნდი და მისი პარტნიორები საქართველოში არიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ხოლო უკრაინაში უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი.